მოგესალმებით, მე ვარ გიორგი დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ ვიდეო გაკვეთილებს Microsoft PowerPoint 2016-ის შესახებ. ამ ვიდეოს თემა გახლავთ პროგრამის ჩართვა, ბოლო პერიოდში არსებულ ფაილებზე მუშაობა და ფაილების გახსნა, არსებული ფაილების გახსნა. პირველ რიგში ვნახოთ თუ როგორ უნდა შევქმნათ PowerPoint-ის ფაილი. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ პირველი მეთოდი, დავუწევთ ცარიელ ადგილას მარჯვენა მაუსის ღილაკს და ავირჩიოთ ბრძანება New-ში Microsoft PowerPoint Presentation-ი. დავწეროთ მისი სათაური, იმ შემთხვევაში თუ ეგრევე გვაქვს მოფიქრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაკლიკოთ გვერდით და დავაწვეთ თავიდან მარჯვენა ღილაკს, მივცეთ ბრძანება Rename-ი და შევარჩიოთ სახელი. მაგალითად address-ი, ეს არის ქართულად არა, ინგლისურად address, ანუ კომპანია, რომელიც წარმოგვიდგენს დღევანდელ ვიდეო გაკვეთილს, ანუ ეს არის PowerPoint-ის ვიდეო გაკვეთილები. Enter-ით სახელი დაერქმევა, ორი კლიკით კი გაიხსნება ცარიელი ფანჯარა. სადაც თუ ჩვენ რაიმეს დავაკლიკებთ და მივიღებთ პირველ სლაიდს. პირველ სლაიდში შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ დავდგეთ და დავწეროთ ამ კომპანიის დასახელება, ეს არის კომპანია address-ი და ავირჩიოთ მათი სლოგანი. მოდით ის დავაკოპიროთ მათი Facebook-ის გვერდიდან. აი აქ გახლავთ მათი სლოგანი. Address your shopping here და მივცეთ ბრძანება paste. რაც შეეხება ამავე პრეზენტაციის შენახვას, ეს ბრძანება კეთდება შემდეგნაირად. ან კლავიატურად Ctrl+S-ი, ან ვაწვევით Saves სწრაფი გაშვების პანელში, ანუ Quick Access toolbar-ში, ან შევდივართ File menu-ში და ვაწვევით Save ღილაკს. სამივე ბრძანების შემთხვევაში პრეზენტაცია, რომელიც არსებობდა და შექმნილი იყო ჩვენს საქაღალდეში, მას დაემატა ახალი ინფორმაცია. ორი კლიკით და შევდივართ და როგორც ხედავთ, ეს სლაიდი მართლაც ასეა. იმ შემთხვევაში თუ დავუმატებთ დაუშვათ ამავე სლაიდზე ახალ ფოტოს, პირობითად Insert-იდან ავირჩევთ Pictures და მივცემთ დაუშვათ address-ის საქაღალდიდან ბრძანებას logo და ამ ლოგოს მოვარგებთ ზომაზე, შეგვიძლია დავასეივოთ ეს ფაილიც, ანუ მივცეთ ბრძანება კვლავ Ctrl+S-ი, ან Save-ი, ან Save-As-ი და ეს სიახლეც, ასე ვთქვათ, ეს ჩანაცვლებაც დაემატება ამ პრეზენტაციას. თუმცა ვნახავთ აი Save-ზე დაჭერის შედეგად, ვნახავთ რომ არაფერი შეკითხვა არ გამოგვიტანა. დავხუროთ ეს სლაიდიც და მოდით ვნახოთ როგორ მივაგნოთ იმ პრეზენტაციას, რომელ პრეზენტაციაზეც ჩვენ ბოლო პერიოდში ვიმუშავეთ. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი ესეთი მეთოდი. გავხსნათ პირდაპირ PowerPoint-ი, ანუ შევიდეთ Start-ში, დავწეროთ PowerPoint-ი, PowerPoint 2016-ს დავაკლიკოთ და გაიხსნება ფანჯარა. სწორედ ეკრანის მარცხენა მხარეს არის ჩამონათვალი Recent დოკუმენტები, ანუ ბოლო პერიოდში ნამუშევარი დოკუმენტები და მათზე დაკლიკების შედეგად, რომელზეც გვინდა რომ, ასე ვთქვათ, შევაჩეროთ არჩევანი ბოლო პერიოდში, რაზეც ვიმუშავებთ, დავაწვევით და გაიხსნება ზუსტად ის, თუ არ გვახსოვს ჩვენ მისი ზუსტი მისამართი. აი მაგალითად დავაჭირეთ და გაიხსნა კიდევაც. თუმცა კვლავ File menu-ში შესვლის შედეგად ასევე გვაქვს ბრძანება New, რომელსაც რომ დავაწვევით, დავინახავთ კიდევ სხვა ტიპის ასე ვთქვათ პრეზენტაციებს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს. ამას ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ, რაც შეეხება Open menus, აი სწორედ Open-ში აქეთ ამ მხარეს არის ჩამოთვლილი Recent-ზე, როდესაც ვდგევართ ის ფაილები, რომელზეც ჩვენ დღეს უკვე ვიმუშავეთ, დღეს და გასულ პერიოდში. თუმცა ასევე შესაძლებელია აქ საერთოდ არ ჩანდეს ის ფაილი, რომელზედაც გვაქვს ნამუშევარი ოდესღაც ან არის ჩვენს კომპიუტერში და თუ ასეთი ტიპის ფაილის გახსნაც გვინდა, უნდა ავირჩიოთ ბრძანება Browse და აქედან ვიპოვოთ ის კონკრეტული პრეზენტაცია, მაგალითად შეიძლება იყოს დესკტოპზე, აი ეს პრეზენტაცია, დავიჭიროთ ორჯერ ჩქარა და გაიხსნება კონკრეტული პრეზენტაცია. ასევე დავხუროთ ახლა ეს ფაილი და ვნახოთ კიდევ რა მეთოდით შეიძლება გაიხსნას არსებული ფაილი. ჩვეულებრივი დახურული მდგომარეობაში, როდესაც მივალთ ფაილზე, დავაკლიკებთ მას ორჯერ სწრაფად, გაიხსნება ჩვეულებრივ არსებული პრეზენტაცია და თქვენ შეძლებთ მის
შეცვლას, რედაქტირებას, გაშვებას და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა და შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ ტემპლეიტებს.